საფრანგეთის პირველი ლედის წინააღმდეგ სექსისტური კიბერბულინგის საქმის განხილვამ სასამართლოში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც ბრიჯიტ მაკრონს საკუთარი გენდერული იდენტობის მტკიცება საჯაროდ არაერთხელ მოუწია. პარიზის სასამართლო ახლა ბრალდებულ 8 კაცსა და 2 ქალს ასამართლებს, რომლებსაც საფრანგეთის პირველი ლედის ონლაინ შევიწროვებასა და ცილის წამებას ედავებიან. ეჭვმიტანილებმა მაკრონის სქესსა და სექსუალობაზე შეურაცხმყოფელი კომენტარები გაავრცელეს და წყვილის ასაკობრივ სხვაობას კი პედოფილია უწოდეს. სასამართლო 10 პირს ასამართლებს, რომლებსაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბრალდებულების სასამართლოს გადაწყვეტილების თავად პირველი ლედი კი სამართლის აღსრულების მოლოდინშია. სოციალური ქსელებიდან საბრალდებო სკამზე გადანაცვლებული პირების ადვოკატები ცდილობენ ამტკიცონ, რომ მაკრონების ოჯახი უწყინარი ხუმრობების დანაშაულებად გადაქცევას ცდილობს. სხვების მსგავსად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შემთხვევაშიც სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტები ბრიჯიტ მაკრონის შევიწროვებად მიიჩნიეს. შესაბამისად მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე დადგომა ემუქრებათ. 15 წლის მოსწავლის ემანუელისა და მისი 40 წლის მასწავლებლის ბრიჯიტის სიყვარული ყველას გასაოცრად საკმაოდ ძლიერი და მყარი აღმოჩნდა. თუმცა 2007 წლის 20 ოქტომბერს დაწყებული მათი თანაცხოვრება საზოგადოების კრიტიკისა და ბრალდებების საფუძველი არაერთხელ გახდა. ბრიჯიტ მაკრონს სოციალურ ქსელებში ხან პედოფილად იხსენიებენ, ხან კი სქესის შეცვლაში სდებენ ბრალს. ამ ბრალდების პირველი ავტორი ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი კენდის ოუენსი იყო, რომელსაც ბრიჯიტ მაკრონმა ჯერ კიდევ 2024 წელს უჩივლა, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტი საკუთარი ოჯახის ღირსების დაცვას ამ დრომდე ცდილობს. საქმე ჩემი ღირსების დაცვას ეხება, რადგან ეს სისულელია. კენდის ოუენსი არის ადამიანი, რომელმაც კარგად იცოდა, რომ ჰქონდა ცრუ ინფორმაცია და ამას ზიანის მიყენების მიზნით აკეთებდა. ცილის კამპანია ბრიჯიტ მაკრონის პირად საგადასახადო ანგარიშზე ჰაკერული შეღწევითა და მისთვის სახელის შეცვლით დასრულდა. 72 წლის პირველ ლედის ჰაკერებმა პირად საგადასახადო ჩანაწერებში მამრობითი სახელი ჟან მიშელი დაარქვეს. ჰაკერულ თავდასხმაში მონაწილე 2 პირი უკვე იდენტიფიცირებულია.